მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი სტუმარი ბრძანდება ბატონი გოჩა ცოფორიშვილი. მოგესალმებით ბატონო გოჩა. მოგესალმებით. შეგახსენეთ რომ ბატონი გოჩა ბრძანდება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული მმართველობის ექსპერტი. ბატონო გოჩა, აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტებს, ვისაც სურს, მე ჩემ თავსაც გულისხმობ, საქართველოში დაბრუნება ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ წელს ატანს ხოლმე ემიგრანტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ რაღაცა ხა ესეთი გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა და ეს ხშირად არის 10-15-20 წელი. და ყველა სურს საქართველოში დაბრუნება და ძალიან ბევრი მათგანი ისევ ქმედით უნარიანია. ანუ ჯერ საპენსიო ასაკში არ არის და სურთ დასაქმდნენ საკუთარ მიწა-წყალზე, საკუთარ ქვეყანაში. იშოვონ თავის სარგო და რითაც შეიძლება ქვეყანასაც არგონ. და აქ ყველაზე აქტუალური თემა არის სოფლის მეურნეობა. გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაც ახლა საქართველოშია, ჩრდილოეთ საზღვრები ამხრივ ღია და როგორც მედიაში შუქდება, ასევე პრივატული არხებით, რომ ყველაზე ხელსაყრელი სფერო დასაქმებისა არის სოფლის მეურნეობა. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით სურდა თქვენთან საუბარი. პირველი კითხვა რა ჩდება, რამდენად ამჟამად ეს რეალობა, ეს ინფორმაცია რეალობა შეესაბამება, რა პროექტები არსებობს და რა ხელშეწყობა იქნება. და თქვენ ბუნებრივია აკადემიურად ჩამოვაყალიბეთ, თუ შეიძლება იქ წინა ისტორიაც იყოს რას მოსდევდა და ასე შემდეგ. ასე რომ გისმენთ ბატონო გოჩა. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები ჩვენს ემიგრაციას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ამერიკაში, კი ევროპაშიც არის ძალიან ბევრი და აქვს ანალოგიური სურვილი, ალბათ შესაძლებელი იქნება რომ ყველამ მოგვისმინოს. ნახეთ, მე თვითონ ამ პროცესის მონაწილე ვარ ალბათ თავიდან ბოლომდე დაახლოებით ალბათ 30-35 წელი, ის რაც სახელმწიფო სტრუქტურებში თუნდაც თანამდებობრივად მერგო, იმიტომ რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა, ცენტრალურ ხელისუფლებაში გარკვეული პოზიციები და ბოლო ჩემი პოზიცია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე მაძლევს საშუალებას, რომ აბსოლუტურად ეს თქვა სრული სურათი დაგანახოთ. დღესაც მე ვარ სოფლის მეურნეობის აკადემიის ინოვაციური კომისიის თანათავმჯდომარე და სხვადასხვა პლატფორმაზე, ასე ვთქვათ, ვაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით. ხშირ შემთხვევაში, იცით, უფრო კონსტრუქციულად კრიტიკული ვარ თუ რამე არ მომწონს ამ მიმდინარე პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ცვლილებებს, თუმცა ჩვენს მაყურებელს მინდა რომ დავანახო აი ის ესე ვთქვათ პროგრესი, რაც ბოლო წლების განმავლობაში აშკარად ჩანს, განსაკუთრებით აი 2012 წლის შემდეგ, რაც ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობაში დადგა შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად სახელმწიფოს დახმარებით გაჩენილიყო პროგრამები, ხო? რეალურად შევარდნაძის ხელისუფლების დროს საკმაოდ ბევრს ვაწარმოებდით, გაგიკვირდებათ და იმაზე მეც ვიდრე დღეს იყო შესაძლებლობები, იყო გახსნილი ბაზრებიც, მათ შორის რუსეთის ბაზარზე არ იყო ჯერ შეზღუდვა, მერე გაჩნდა გარკვეულწილად პრობლემები და შეზღუდვა და უფრო მეტად შეიძლება ითქვას, რომ დაცულიც იყო ბაზარი, ამას თავისი მიზეზები აქვს, იმიტომ რომ ჩვენ საბაჟოს მეშვეობით ხან გარკვეული ესე ვთქვათ მექანიზმებით ჩაკეტვის, ხან შეიძლება კორუფციითაც ვიღაცები ვერალაგებდნენ, ასე ვთქვათ, რაღაცის შემოტანას. მოკლედ, შევარდნაძის ხელისუფლების დროს აი თავისთავი გაქონდა სოფლის მეურნეობის წარმოებელს, მაგრამ ეს არ იყო რაღაცა განსაკუთრებული წინსვლა ან გარღვევა. სააკაშვილის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიმართულებებით იყო ასე ვთქვათ, ინიციატივები, რეფორმატორული ხაზი და მათივე პერიოდში 2005 წელს მოხდა მიწების პრივატიზაცია. ის მიწები, რომელიც იყო იჯარაზე, გახდა ადამიანების საკუთრება. ეს
ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ ყველა ყურადღებით გაიგოს და გაიაზროს მომავალში თქვათ ეს რას აძლევს და რამდენად ასე თქვათ საჭიროა რომ ამ თემას სწორედ შევხედოთ. დიახ, მოხდა ეს მიწების გასხვისება, მოხდა რეალურად განთავისუფლება ყველა გარკვეული რეგულაციისგან ამ პროცესის, თუმცა სამწუხაროდ გამოცხადა, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ყველაზე პრიორიტეტული დარგი და ხელისუფლება არ გაატარებს რაიმე ისეთ ღონისძიებას, როგორიც ტარდება თუნდაც თქვათ ევროპაში, ან ამერიკაში, ან იაპონიაში და სხვადასხვა ქვეყნებში ეს ამას მე ხაზი მინდა გაუსვა, რომ აქ იგულისხმება გარკვეული მიზნობრივი მხარდაჭერები, გარკვეული სუბსიდიები, გარკვეული ტიპის ასე თქვათ მასტიმულირებელი პოლიტიკა თუ პროტექციონიზმი. მოკლედ ხაზგასმული იყო, რომ არა, სოფლის მეურნეობას მსგავსი არაფერი არ ექნება. აქედან გამომდინარე იყო გარკვეულწილად ფრაგმენტული აქტიურობები, აი რაღაც მოჩვენებითი, რომ ვიღაცას რაღაც მიზნობრივი ფული, იყო ამერიკელების დახმარება, იყო მილენიუმის პროგრამები, იმდენად მიშვებული იყო ეს ყველაფერი, რომ არავინ არ აღმოჩნდა ისეთი ხელისუფლებაში, რომელსაც შეეძლო თუნდაც მოეთხოვა, რომ აი ეს ფრაგმენტული ფული, რომელიც მოდიოდა თითქოს და სხვადასხვა ასე თქვათ მეცხოველეობის, ტექნიკის ასე თქვათ საგრანტო კომპონენტით ბევრი იყო, ეხლა არ იყო ასე თქვა ცოტა, მოკლედ ეს ისე გაიბნა და გაიფანტა, რომ სამომავლოდ გარკვეული ჯგუფების ინტერესიც იყო, რომ ეს გამოძიებულიყო იქ სადაც სახელმწიფოსთან რაღაცა ფორმით მიბმული იყო გამოძიებებიც, იყო პრობლემებიც და ასე შემდეგ. მოკლედ სააკაშვილის პერიოდში ვერც სტრატეგიული რაიმე ღირებული დოკუმენტი ვერ შეიქმნა. გადავედით 2012 წელს და 2012 წლის ერთ-ერთი განსაკუთრებული შეპირება იყო, გახსოვთ თქვენ, 5 მილიონი ყველა სოფელს, განსაკუთრებული ფონდი, განსაკუთრებული წარმოებები, ქარხნები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი იყო დაპირებები, დიდი იყო ასე თქვათ, აი ეს სამოქმედო არეალი, დიდი ფულის ჩადება იგეგმებოდა და როგორც კი დაიწყო ეს პროცესი, სადღაც 2014 წელს შეუერთდი მე, გახსოვთ თქვენ, გახმაურებული თემა 2013 წლის დასაწყისში ამ ტრაქტორების და მთლიანად იმ გუნდის წასვლა სამინისტროდან. ეს ცოტა ისეთი მძიმე თემაა და ალბათ თუ იქნება ინტერესი სამომავლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რა იყო? მთავარი იყო, რომ გამოცხადდა სოფლის მეურნეობა როგორც პრიორიტეტული მიმართულება. და აქტიურად დაიწყეს ჩვენმა, ასე ვთქვათ, პარტნიორებმა, დონორებმაც მუშაობა და თუ ადრე იყო რაღაც ფრაგმენტული პროგრამები, უფრო მეტი პროგრამები გაჩნდა, უფრო მეტი მხარდაჭერა გაჩნდა ზოგადად და რაც ყველაზე მთავარია, 2014 წელს იყო შემოთავაზებული 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, ჩემი სამინისტროში მისვლა და ასე თქვა დაემთხვა, რომ მე როგორც ასე თქვა მეცნიერ ეკონომისტი, პრაქტიკული გამოცდილებით, ფინანსთა სამინისტრო, კონტროლის პალატა, რეგიონების ხელმძღვანელი, მე ჩამაბარეს ერთ-ერთი ასე თქვა თავარი ძარღვი ამ პროცესის სტრატეგიის კურატორობა, პოლიტიკის და ანალიტიკის დეპარტამენტი, სტატისტიკის დეპარტამენტი. ეს არის სტრატეგია 2015-20 წლის. თუ ჩემს გამოცდილებას ენდობით, რაც მე 94-15 წლიდან სახელმწიფო სტრუქტურებში ვარ აქტიურად ჩართული და მაღალ თანამდებობებში ვიკავებდი, ეს არის ერთადერთი, ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, სერიოზული დოკუმენტი სოფლის მეურნეობის განვითარების, რომელსაც ჰქონდა 7 გამოკვეთილი მიზანი, ეს იწყებოდა, ასე ვთქვათ, დარგობრივ სექტორული თემატიკით, ფერმერის სტატუსით, რეგიონებთან კომუნიკაცია, სასურსათო უსაფრთხოება, უვნებლობის თემატიკა ზოგადად და მთავრდებოდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობით მიზანი. მოკლედ ძალიან დიდი და საინტერესო სტრატეგია იყო და ამ სტრატეგიის პარალელურად 2013 წლიდან დაიწყო პროგრამები. ეს პროგრამები, რომელიც თქვენს ახსენეთ, ყველას აინტერესებს, ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ, ცალ-ცალკე გავყვეთ ამ პროგრამებს, ზოგიერთს
აქვს გარკვეული ესე ვთქვათ შედეგიც და წინსვლა, ზოგიერთი გაჩერებულია და დამთავრდა, ზოგიერთი ესე ვთქვათ საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დავასახელებდი რამოდენიმე მნიშვნელოვანს, დღევანდელი გადმოსახედიდან რამოდენიმე მნიშვნელოვან ასე ვთქვათ პროგრამას. ეს არის ყველაზე მასშტაბური IAP-ის სესხი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ჩამონათვალი. ეს ჩამონათვალი შეიძლება ითქვას უსასრულოა, ძალიან დიდია, უნდა შევიდნენ საიტზე და ნახონ ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ IAP-ის სესხით და გარკვეულწილად როგორი პირობებით. აქ თვითონ ესეც იყოფა სამ მიმართულებად. ერთი არის საბრუნავი საშუალებებისთვის და ეს არის ჩვეულებრივი სუბსიდირების რეჟიმში, აი როდესაც მევენახეობას ეხმარებიან რთველის დროს, როდესაც ეხმარებიან ვაშლის ესე თქვა დამზადებისას, ან შეიძლება ატამი იყოს. ეს არის მიზნობრივი სუბსიდირება ფაქტიურად საბრუნავი საშუალებების, როდესაც მიზნობრივი სუბსიდირებაა და საბრუნავი საშუალებებისთვის იყენებენ გარკვეული საწარმოები. ეს არის ესე თქვა აი ესეთი ამას უფრო მოკლე ეს აქვს, ვიწრო არეალი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ IAP-ის სესხი, რომელიც ძირითად საშუალებების დაფინანსებას მოიცავს. აქ არის ესე ვთქვათ ძალიან დიდი ჩამონათვალი, დაახლოებით 11%-იანი თანადაფინანსება არის, იქ 9-დან 11-მდე თამაშობს სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა. თვითონ ბანკის პროცენტი უნდა იყოს აი 16-დან 18-მდე და ესეც განსაზღვრულია. აქ ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, იმიტომ რომ ბანკმა უნდა განსაზღვროს თქვენ რამდენად ბიზნესისთვის მზათა ხართ, თქვენი პროექტი შეესაბამება, ასე ვთქვათ, მომგებიან საქმეს. ბატონო გოჩა, უნდა გითხოთ, მაპროფილებელი ბანკია თუ ნებისმიერი საქართველოში არსებული ბანკი? როგორც წესი ძირითადად ყველა ბანკია. პატარა ბანკები არა, მაგრამ ძირითადად საქართველოს TBC-ც და სხვა ბანკებსაც აქვთ ეს საშუალება. მაპროფილებელი ბანკზე იყო ყოველთვის საუბარი, თუმცა ვერ მივედით ჩვენ იქამდე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად ამ ბანკის პროცენტის დაფარვით ბანკებიც გავაძლიერეთ, საკმაოდ დიდი ფული იშოვეს ამ ხრივ. თან მაინც მათი კონტროლია, ხო, ის არავინ არაფერს არ ჩუქნის ისე თუ მომზადებული არ არის ბიზნესი. ამიტომ იყო საუბარი ერთი პერიოდი, რომ მოდით მაპროფილებელი ბანკი შეიქმნას და მან მიიღოს ასე ბანკები, ხო? დარგობრივი ბანკები. ხო, დარგობრივი აგრობანკები და მან მიიღოს. არის ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მაგალითი. ამაზე ვსჯელობდი ძალიან აქტიურად, მაგრამ მე რო წამოვედი იქ ახლა ვიცი რომ აღარ გაგრძელებულა ამაზე საერთოდ საუბარი და დღესაც უკვე რამოდენიმე წელია გასული და ისევ იქავართ დარჩენილი, ასე ვთქვათ, ჩვენ ისევ ის ბანკები სარგებლობენ ამით. მან 48 თვიანი შეღავათიანი პერიოდია, თანხის მოცულობებიც ასე ვთქვათ განსაზღვრულია, ფიზიკური პირები. ანუ გადახდა არ უწევს, ხო, საპროცენტო განაკვეთის. არა, მაგ პერიოდში უფარავთ გადახდას. მაგ პერიოდში არის განსაზღვრული გადახდა, 1,5 მილიონი არის იურიდიული პირებისთვის და სადღაც 75,000 ინდმეწარმეებისთვის, აი ნებისმიერს ასე ვთქვათ, შეუძლია ამით ისარგებლოს. ოღონდ ნებისმიერს ცოტა ისეთი გამოთქმა, აი ვინც არის მომზადებული ბიზნესისთვის, ვისაც ბანკთან მიესვლება. ხვდებით ახლა კრედიტო ისტორიის გათვალისწინებით. კრედიტო ისტორია, შესაძლებლობები, ამ ფირმის ესე ვთქვათ, ქონება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე მარტივად აქ გაუბრალოებული ეს თემა არ არის და მე ხშირად უფრო მეტად ვცდილობ ხოლმე რომ დავიცვა გარკვეული სოფლების ინტერესი, მცირედ მეწარმეების ინტერესი, სადაც სისტემაა დასალაგებელი, სტრუქტურებია ჩამოსაყალიბებელი, რომ ჩვენ ადგილებზე ხალხი დავამაგროთ და მათთვის არ არის ხოლმე ყოველთვის ესე ვთქვათ, მათზე მორგებული არ არის. ეს რეალურად, რასაც მე გიყვებით, ეს არის გარკვეულწილად ბიზნესზე მორგებული. ეს ოფს მეურნეობას ახასიათებს, ესე იგი არის მიდგომა რომ მეტი ბიზნესი და ცოტა სოციალური მომენტი, ან არის რაღაცა მიმართულება, სადაც მეტი სოციალური მომენტია და ნაკლები ბიზნესი, ხო? ამ მოცემულობაში ჩავთვალოთ, რომ თითქმის 100%-ით ბიზნეს მიდგომაა. ამას ჩვენი ასე ვთქვათ, პარტნიორები, დონორები ამ ყველაფერში ყოველთვის ასე ვთქვათ, იჩენდნენ ესეთ საფრთხეს ხედავდნენ სამომავლოდ, რომ აი ზედმეტი არ აიღოს საქართველოს
ხელისუფლებამ ან ბიუჯეტმა ტვირთი, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნების ამ დიდი ტვირთის ტარება უჭირთ საკმაოდ და საქართველოს კიდევ ერთი რო არ დამატებოდა, სულ იგრძნობოდა ეს მომენტი, რომ აი ისინი ცდილობდნენ რაღაცა მეტი სუბსიდირების რეჟიმი არ ქონოდა საქართველოს და აქედან გამომდინარე ახლა გადავალ მეორე საკითხზე, ხო კიდევ მინდა რომ მესამე ხაზი თვითონ ამ იაფსეცხში არის სალიზინგო მომსახურეობა და სალიზინგო პროდუქტი. ესეც საკმაოდ დიდი თემაა. საიტზე ნებისმიერ შეუძლია ნახოს ქართულადაც არის და ინგლისურადაც შეგიძლიათ ნახოთ. სალიზინგო ანუ საწარმო საშუალებები გულისხმება, ხო? დანადგარები. დანადგარები, მან როგორც ტრაქტორები და ასე შემდეგ. კი, ყველაფერი. მან უბრალოდ ნახეთ ლიზინგს თავისი მოთხოვნები, პირობები და ფორმა აქვს, ასე თქვათ, მუშაობის და ბანკს კიდევ თავისი ძირითადი საშუალება იქაც იყოს ნაყიდი და აქაც, მაგრამ ვის როგორ მოარგებს ახლა შეიძლება ვიღაცას სალიზინგო მოარგოს. მოკლედ ეს სამი ხაზია. ახლა ყველაზე საინტერესო ჩემის აზრით მაინც არის პროგრამებში დანერგე მომავალი. ჩვენ თავის დროზე ქონდა ასე ვთქვათ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, FAO-ს ჯგუფებთან და ასე ვთქვათ დონორებთან, რომლებთანაც ვიხილავდით აი ამ ჩვენ სამომავლო გეგმებს და პროგრამებს და ყოველთვის იყო ხოლმე მინიშნება, რომ იქ სადაც შესაძლებელია იყოს მოყვანილი ძვირად ღირებული პროდუქტი, საქართველოს ხომ მცირემიწიანია, ჩვენ ახლა სულ 800,000 ჰექტარი გვაქვს სახნავი ფართობი. სადაც შეიძლება მოიყვანო ერთწლოვანის, მრავალწლოვანის ბალახებიც და ასე შემდეგ, ხო? ნუ საძოვრები გაცილებით მეტია, ორჯერ მეტია, მაგრამ ეს სახნავი ფართობი საკმაოდ შეზღუდულია. თან ეს ყველა არ ირწყვება, დასავლეთში არის ძალიან ბევრი ასე ვთქვათ რთული ნიადაგი, მჟავეც, დაჭაობებულიც, აღმოსავლეთში არის უფრო მეტად კარბონატული და თუ იქ არ მოიწყა არაფერი არ მოვა. მოკლედ ეს 800 ჰექტარის გარანტირებული ასე ვთქვათ სავარგული არ არის ისეთი, ამიტომ იყო საუბარი რომ გავაკეთოთ დანერგე მომავალი პროექტი, ეს არის გაკეთებული 2015 წლიდან და იმდენად საინტერესოა, მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ძალიან ბევრი პრეტენზიაც მაქვს თვითონ ამ პროექტთან მიმართებაში, მის ეფექტურობასთან და სულ ვცდილობ რომ რაღაცნაირად აი ამ მსჯელობაში მე ვარ იქ რაღაც სამოქალაქო კომიტეტი ქვია სამინისტროში, კიდევ რაღაც ბევრ პლატფორმასთან და თითქმის ყველა მინისტრთან ზოგი ჩემი თანამშრომელი იყო და ზოგს დღევანდელ მინისტრს ვიცნობ, დიდი ხანია პარლამენტის წევრი იყო, ორი მოწვევის კომიტეტის თავმჯდომარე და სულ მაქვს კონსულტაციები და სულ ვცდილობ რომ ეს დანერგე მომავალი კიდევ უფრო დაიხვეწოს, მაგრამ მაინც დღემდე რჩება ერთ-ერთ საინტერესო პროექტად. რა არის აქ საინტერესო? საინტერესოა ის, რომ 70%-მდე ენერგების ხარჯებში სახელმწიფო შემოდის დახმარებით, იქ მართალია განსაზღვრულია მოცულობები მინიმუმი და მაქსიმუმი, განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ფასებიც, მაგალითად რომელიღაცა ნერგი თუ 5 ლარი აქვს სახელმწიფოს დაფიქსირებული, თქვენ იტალიაში 10 ლარად თუ იყიდით, მოინდომებთ ამ ნერგს, ხო, მიიღებთ იმ 5 ლარიდან დათვლილ თანხას. არის ესე ვთქვათ ჭერები დადგენილი. იმიტომ ვიძახი რომ ესეთ ფორმატში ძალიან ძნელია ბევრი ტექნიკური საკითხის ახსნა, ეს ყველაფერი ალბათ უნდა ადამიანმა წინ დაიდოს და ეგ ერთი და მე ჩვენ ხო არაერთი შეხვედრა გვექნება და ამიტომ ნაბიჯ გავშვით ამას. დიახ, და მე მაქვს იდეა ახლა ჩვენი შეხვედრა რო არ დარჩეს რაღაცა უბრალოდ საინფორმაციოდ, მე მინდა რომ თან გამოსავალიც გითხრათ, თუ ეს მოძრაობა იქნება ძალიან ესე ვთქვათ ხალხმრავალი, დიდი ინტერესი იქნება, მე ვთვლი რომ შესაძლებელია გარკვეული პლატფორმა შეიქმნას და ჩვენ თვითონ შევქმნათ ისეთი მოთხოვნები, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი მოთხოვნები, უნდა იყოს წესით მოთხოვნები, საერთოდ ჩემი ერთ-ერთი პროექტია ინიციატივა ქვემოდან ზემოთ, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი სპეციალიზაცია და აი ამ ნაწილში შესაძლებელია რომ თქვათ უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანების, რომელიც აფიქსირებენ რომ აქვს კაპიტალი და მინდა სოფლად შევქმნა ეს ბიზნესი, თვითონ სამინისტრო, თვითონ ეს სააგენტო ასე თქვათ მოერგოს და ჩვენ ვემუშაოთ მათ, რომ პროექტში აქ არაფერი არ არის, ეს მოქნილი უნდა იყოს, ეს შეცვლადია, რაღაც მიმართულებები დაშვება შეიძლება, რომ ჩვენ სამომავლოდ რაღაცნაირად უფრო
მოვარგოთ ამ შემთხვევაში ჩვენ იმ ადამიანებს, ვისაც უკან უნდა დაბრუნება, იმიტომ რომ ვერც მე და ვერც თქვენ ვერ დაუშვებთ იმათ, რომ ჩვენ ვიღაცა შეცდომაში შევიყვანოთ ეხლა, ხო? კიდევ ერთხელ, ესე იგი, აქვს ამ პროცესს ბევრი დადებითი, თუმცა აქ მე მაქვს და ალბათ შეიძლება დღეს ყველას უსმენს და მე მაქვს გადაცემაც, მე ვარ ხშირად სხვადასხვა ტელევიზიებში, მათ შორის როგორც ესე თქვათ, არაკრიტიკულ ტელევიზიებში, ასევე კრიტიკულშიც TV პირველზე ეკონომიკურ თემატიკაში და აქვია იმას პალიტრაში ეკონომიკურ თემატიკაში, რომელიც არ ითვლება სახელისუფლებოდ, იქაც მეძახიან ხოლმე, როდესაც ეკონომიკურ საკითხებს ვარჩევთ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში არის თემები, რომელიც გამოსწორებას უნდა ექვემდებარებოდეს წესით და ყოველთვის ასე ვთქვათ, აქტიურად ვითხოვ ხოლმე ამ პროცესებში სახელმწიფოს როლის გაზრდას, პასუხისგებლობის გაზრდას და სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებას. მოკლედ, რო დაუბრუნდეთ ჩვენ დანერგე მომავალს, ესე იგი, ენერგების ნაწილში ჩვენ 70%-იანი თანადაფინანსება გვაქვს და მელიორაციულ ნაწილში 50%-იანი, ეს წვეთოვანს ეხება და უკვე ახალ სისტემას. ეს საკმაოდ სერიოზული, ესე ვთქვათ, შეღავათია, ძალიან სერიოზული დახმარება. პრობლემა ამ პროცესში შეიძლება იყოს პირველ რიგში იმ ტერიტორიის და მიკროზონის მონახვა. მიწა ფიზიკურად ხო უნდა კონდე და ეს მიწა უნდა იყოს ზუსტად იმ მიკროზონაში, სადაც რომელიმე კულტურა უპირატესად მოდის, ხო? მაგალითისთვის რო ავიღოთ სპონტანურად ჩამოყალიბებული კლასტერია კახეთში ატმის ჩუმლაყი და ახაშენი. აი ესე უბრალოდ ვიღაცამ თავის ბიზნესს ესე თქვათ კრეატიულობით თუ მარიფათით მოიფიქრა რომ აქ კარგი ატამი იქნებოდა და ერთი, მეორე, მესამე ერთმანეთის მიყოლებით აი შეიქმნა საკმაოდ დიდი, რო იტყვიან კრიტიკული მასა. ჩვენ მერე დაუმატეთ ამას მაცივრები, გადამუშავება, იყო სპეციალური პროგრამები და მე თვითონ დავდიოდი 14-ში, 15-ში, 16-ში, ესე მარტივად თავიდან არ ყოფილა, ნელ-ნელა დაალაგდა. ეს რო უფრო დაალაგებულად და გათვლილად გაკეთებულიყო სახელმწიფოს ჩართულობით, იქ სხვა ჯიშები იქნებოდა, პერიოდულობას განსაზღვრავდით, როდის რომელი შემოდის, რომელი ბაზრისთვის შედის და ასე შემდეგ. მაინც სპონტანურად არის, მაგრამ მე პერიოდულად დაემატა და ყველამ უკვე ჭკვა ისწავლა და მთლიანობაში დღეს ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საინტერესო საექსპორტო პროდუქცია. მე რატო უსვავ ხალხს ამ ჩუმლაყი ახაშენს, იმიტომ რომ ატამი ყველგან არ მოდის და შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომელიღაცა თქვა სხვა რაიონი, მაგალითად მე კარგად ვიცი მარნეული, ბოლნისი და იზუნა, იქ ატამს ძალიან უჭირს, ვერ ხსნის საერთოდ რატო უჭირს, რატო არ შეიძლება, მაგრამ ნუ არ გამოდის. შიდა ქართლში კარგია, იქაური მიკროზონები, კახეთი კარგია, ნუ აი ქვემო ქართლში მაინდა-მაინც თქვათ ამ კულტურამ არ გაიხარა. ნუ აქ ძალიან ბევრი მომენტია, ეხლა მე თავის დროზე როცა სამინისტროში ვიყავი, გავაკეთე რეგიონული გზამკვლევი და იქ ვცდილობდი, რომ ნიადაგობრივი რუკებით და კლიმატური რუკებით ქონოდა ინვესტორს ბიზნეს და დღეს ეხლა სოფსმეურნეობა ძალიან სიღრმეებშია ჩასული, ყველაფერი უნდა იცოდე მის შესახებ, ესე მარტივი არაფერი არ არის, ის დრო წავიდა რომ ვიღაცა იძახდა რომ აქეთ გადააგდებ თესლს და ეს ამოვა და მარცხნივ და მარჯვნივ. დღეს კარგად უნდა ერკვეოდე, ასე ვთქვათ, მიწის თემატიკაში და მიწის საკითხებში მისი ფიზიკური, ქიმიური შესაძლებლობები, კარგად უნდა დააკვირდე კლიმატს და ამ, ასე ვთქვათ, ტემპერატურულ ცვლილებებს, ნალექების მოსვლის და თუნდაც ქარების ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, როცა კულტურაზე ფიქრობ. და ამავდროულად, რა თქმა უნდა, თვითონ ეს ტექნოლოგიური სქემები, ბიოლოგია და აი ეს, ასე ვთქვათ, მიკვლევადობის სისტემა, როდესაც შენ როდის რა წამლით შედიხარ, აი რა ტაქტიკას ირჩევ, მარტივად რო ავხსნათ, როდესაც ექიმი ავანტყოფი მიდის მასთან და მკურნალობის რაღაც სქემას არჩევს, თქვენ უნდა გქონდეთ ამდენი ცოდნა და ისეთი კრეატიულობა, რომ ისეთი სქემა შეარჩიოთ, გამოკვების მცენარის, მკურნალობის, პრევენციის, ასე ვთქვათ, გაძლიერების და ასე შემდეგ. 1000-ნაირი პრეპარატი, არის პრეპარატები მაგალითად, რომელიც იცავს იმისგან, რომ წინასწარ რო იცი,
კლიმატური ის გაქვს რუკა და იცი რომ შემდეგი ერთი კვირა შეიძლება იყოს წვიმები, ხო და ამ დროს აი ამ ფორმაში მცენარეს აი ამ მდგომარეობაში ეს ერთი კვირა ძალიან დააზიანებს და შეიძლება ვითაფტორული ის გაჩნდეს, ხო? შენ შედიხარ სპეციალური პრეპარატით, რომელიც უკვე წინასწარ გადაარჩენს, აი რაღაც გრიპი რო არ დაგემართოს და 10 რას რო იკეთება რაღაცა მსგავსი, ხო? ესე იგი, ქიმია კვლავ აქტუალურია, ხო? იმიტომ რომ აქ მოარული ხმები დადიოდა, რომ ქიმია ყველა ვარიანტში მავნია, მაგრამ ხო არის სასარგებლო ქიმია. ყველა ხო, ნახეთ, ჩემი მეგობრები სერიოზულად მუშაობენ, ზუსტად რაც ხსნი, იცით მე რომ როდესაც შენ სწორედ არჩევ ტექნოლოგიურ სქემას, მაქსიმალურად უნდა შეამცირო ქიმია. ამიტომ აქვს მნიშვნელობა ამ აზროვნებას, რომ მე მცენარე უნდა ჯერ გავაძლიერო სხვადასხვა თუნდაც ბუნებრივი საშუალებებით, რომ ის არ დაავადეს, თორე ის თუ დაავადა და მე შევდივარ მას ვაგდებ სტრესში, მე ეს მცენარე ძლივს წამოყოფს თავს, კი გასაგებია სარეველა, ავადმყოფობა შეიძლება უმკურნალო, მაგრამ ეს ის აღარ არის. მე იმის ახსნა მინდა, რომ ეს არის აი გარკვეულწილად ცოცხალი ორგანიზმი, რომელზეც ისე პრიმიტიულად, როგორც ზოგიერთს გონია, რომ დარგავდა, დამთავრდა სულ ყველაფერი, არაფერი არ გამოდის. აი ძალიან სერიოზული მუშაობა უნდა და ერთის მხრივ ძალიან საინტერესოც არის ახლა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ აი თვითონ ამ დაკვირვებით ჩამოაყალიბოს ისეთი საინტერესო ტექნოლოგიური სქემა, რომელიც მიცემს სუფთა პროდუქტს და ხარისხიანს. როდესაც სუფთაა და მაქსიმალურად ვზღუდავთ ქიმიას, აუცილებლად მისი გემოვნური და ხარისხობრივი, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები უკეთესია ხოლმე. და კიდევ ამ მიკროზონულ თემებს რო დაუბრუნდეთ, ნახეთ, რატო არო რომელიღაცა მევენახეობაში, ვთქვათ, აი ეს სოფლები ითვლება განსაკუთრებულ მიკროზონად, იმიტომ რომ ამ მიკროზონას ქმნის მთების, სხვადასხვა თბილი და ცხელი ჰაერის ნაკადების, ვთქვათ, შეჯახება, აი მაგალითისთვის შიდა ქართლი რატოა განსაკუთრებული მეხილეობა და გემოვნური თვისებები, იმიტომ რომ ძალიან, ესე ვთქვათ, მხურვალეა მზე და ამავდროულად არის ძალიან ცივი ნაკადები წამოსული ჩრდილოეთიდან და ეს პერმანენტულად ქმნის განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკას, ესეც და კიდევ სხვა, რა თქმა უნდა, მიწაზეც არის დამოკიდებული და აი ეს კლიმატის მონაცვლეობა და ასე შემდეგ. მოკლედ, სამუშაო არის საინტერესო, კრეატიული, ხშირ შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც აქვს ფული და შეუძლია მიზნობრივად, ასე ვთქვათ, გათვალოს და აი ესე გონიერად მოექცევა ამ ყველაფერს, გონივრული მოქმედება მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობას მიაბეს კიდევ მესამე სახელი, ჭკვიანი სოფლის მეურნეობა. იშვიათად ახსენებენ ხოლმე რა, მარტო ესეთ სოფლის მეურნეობის დარგი, არა ეს ჭკვიანი ნელ-ნელა მიება, იმიტომ რომ აი ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი შესაძლებლობაა და ითხოვს მეცნიერულ მიდგომას, ითხოვს კრეატიულობას. როდესაც ფული არ აქვს ადამიანს და ამ საკმაოდ დიდი ფული ჭირდება, იმიტომ რომ ყველა პროცესი მოწესრიგებული უნდა კონდეს რა. აი პრეპარატები, ამის შეყვანა, ტრაქტორი უნდა შენი კონდეს, იმიტომ რომ როდესაც არის დღეს შესაწამლი და დღეს არის რაღაცა პროცედურა ჩასატარებელი და შენ რიგში ჩადგები, მეზობელი კაცი, რომელიც თქვათ იქ 20 კაცს ემსახურება, ხო, ეს უკვე არ ვარგა, იმიტომ რომ ორი დღე შეიძლება გალოდინოს, მესამე დღეს წვიმა წამოვიდეს და დაღუპულია თემა. იგივე სარწყავის სისტემა ძალიან სერიოზულად მოსაწესრიგებელია, იმიტომ რომ როდესაც ამ დანერგე მომავალზე გადავდივართ, ეს არის ინტენსიური ბაღი, ინტენსიურ ბაღებს წყალი ჭირდება ფაქტიურად უკვე მარტი-აპრილიდან. ჩვენი სისტემა ირთვება ხოლმე მაისის ბოლოს, ივნისში. ეს შეუსაბამობა თავშივე იყო და პირველი მე განვაცხადე ეს 2015 წელს და რა იციო მეკითხებიან და ნუ ვიცი, იმიტომ რომ ეს პრობლემები მე მანამდე რაიონში მუშაობის დროს ქონდა და ამას აქვს თავისი, იმიტომ ჩემი ხელით არის ჩაწერილი სხვათა შორის ოცნების 2016 წლის პროგრამა, როცა იწერებოდა, იქ წყალშეგროვების სისტემა, ახალი ტექნოლოგიები მელიორაციაში და მეორე და მესამე, ასე ვთქვათ, დონის გადამყვანების რეფორმა, ეს გულისხმობს, რომ მელიორაციამ უნდა წყალი მიიტანოს, ცენტრალური მაგისტრალებით უნდა აკონტროლოს და შემდეგ უნდა თქვათ, იქ იყოს ასოციაციები ან კოოპერატივები, რომლებიც ამ წყალს გადაიყვანენ, მოიხმარენ, იქ ცალკე იგეგმება კიდე მთელი პროცესი, იმიტომ რომ
შეიძლება 1000 გექტარია თქვათ რაღაც ასოციაცია, ამათ უნდა შიდა დაგეგმვა კონდეთ, რომ ყველა ერთდროულად არ მოუხდეს 1000-ვე გექტრის მორცვა. მოკლედ ბევრი მნიშვნელოვანი თემა დასალაგებელი, მოსაფიქრებელი, ამიტომ მე ვახსენე ახლა რომ აი თუ ადამიანების დიდი ჯგუფი იქნება დაინტერესებული და ჩვენ შეგვეძლება რომ გარკვეული ეს თქვათ პროგრამული პლატფორმა შევქმნათ, აქ ის 10, 12, შეიძლება 15 კომპონენტი, რომელიც კითხვას აჩენს, რომ აი ეს როგორ მოწესი, ეს როგორ არის ადგილზე, აი ეს შემდეგში როგორ მარტო ის რომ ფული მივიღე მე დანერგე მომავალით, ხო საკმარისი არ არის. აი დანარჩენი რომ მოწესრიგებული იყოს, მე ახლა ვილაპარაკებდი მხოლოდ აღმატებულ ასე თქვა იდეალურ იმას, რომ ვიტყოდი რომ ყველაფერი როგორ ფულს ვაძლევ ჩვენ შედეგებიც გვაქვს. მე ამ მიცემულ ფულებსაც და ასე თქვა გაშენებულ ბაღებსაც პერიოდულად ვკითხულობ და რო იტყვიან დავდევ და ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე ეფექტი, იმიტომ ვიღაცას რაღაცა ფორმით დააკლდა ან ცოდნა, ან მუშაობა, ან ადმინისტრირება, ან ობიექტურია ეს პრობლემა, ან სუბიექტურია იყო პრობლემა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არ არის მარტივი თემა, თუმცა გარწმუნებთ, რომ სწორი მუშაობის რეჟიმში ეს არის ძალიან მაღალი მომგებიანი თემა. თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად შენარჩუნებული ბაზრები, მაგალითისთვის წარმოდგენა რო გქონდეთ 624 მილიონის პროდუქცია გაიყიდა რუსეთში, მაშინ როდესაც თქვათ ევროკავშირის ქვეყნებში 180 მილიონი გვაქვს, რუსეთთან არ მცირდება ვაჭრობა. რატოა ეს საინტერესოა? საინტერესოა იმიტომ, რომ ჩრდილოეთის ქვეყანაა და ჩვენ გარკვეული ასე თქვათ აი ამ ზუსტად მიკროზონული პროდუქტებით და პერიოდულობით უნდა ვისარგებლოთ. ჩვენ საადრეო კარტოფილსაც ვყიდით, რუსეთში წელსაც ბევრი გაიყიდა. რატო? იმიტომ რომ ჩვენთან დაახლოებით 3 კვირით, 1 თვით ადრე მოდის ეს კარტოფილი და ჩვენი ფერმერები სიამოვნებით რა თქმა უნდა ყიდიან დიდ ბაზარზე და საკმაოდ ასე თქვათ ძვირ ბაზარზე. ამიტომ თემა არის აი ზღვას ამბობენ ხოლმე, ხო ზღვასაკი ოკეანეს საკითხია, ძალიან დიდია. ძალიან დიდია შესაძლებლობებიც და მართლაც ბევრია ისეთი კულტურა, რომელიც შეიძლება იყოს მოფიქრებული, ტერიტორია მონახული, მიწა ასე ვთქვათ, ناقიდი და იმ მიწაზე მოიყვანოს ზუსტად ის კულტურა. ეხლა აღარავის აღარ ახსოვდა დაფნა მაგალითად, ხო უცბად ბუმია დაფნის, აღარავის აღარ ახსოვდა თქვათ, არც არავინ არ იცოდა ლურჯი მოცვი, უცბად აღმოჩნდა რომ ბუმია. ჩაი თითქოს უკვე ხელი იყო ჩაქნეული და ჩემ პერიოდშივია სხვა შორის ჩემი ინიციატივით დაწერილი ჩაის პროგრამა და რაც რისი გადარჩენა შეიძლებოდა ამის გადარჩენა მიმდინარეობს და მართლა ძალიან დიდი მოთხოვნაა იმ გურიაში განსაკუთრებით ჩაიზე კი არის რამოდენიმე ისეთი აი პატარა ინდივიდუალური საწარმო, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ყიდის და ქართულ ჩაის აქვს თავისი ასე თქვა დადებითი. სხვა შორის ჩვენ ვართ ერთ-ერთი მაქსიმალურად ჩრდილოეთის ქვეყანა ჩაის და ამას თავისი პლუსი აქვს, იმიტომ რომ ის დაავადებები, რომელიც უფრო ჩვენს ქვემოთ იყიდებს ხოლმე ფეხს, ჩვენთან ეს დაავადებები არ არის. ამიტომ ჩვენ ჩაის რაც შეიძლება ნაკლები შეწამლა, ზოგან ფაქტიურად არ იწამლება არაფრით, აი ბუნებრივად ისპობა ის ხა ტკიპა თუ რაღაც სხვადასხვა თქვა უბედურება, ამიტომ ბიო ჩაისთან მიახლოებულია. როდესაც ესეთი მიახლოებულია, მისი არომატი, მისი ესე თქვა ბუკეტი განსაკუთრებულია ხოლმე და აი მართლაც გურიაში არის ძალიან ბევრი საინტერესო. გვაქვს რა თქმა უნდა აჭარაში ძალიან საინტერესო ზონები, სამეგრელოშიც, იმერეთშიც, ტყიბულის მაღალი მთის ჩაი და მოკლედ ქართული ჩაის სახელი დაკავშირებული იყო ესეთი კომპანია მარტინ ბაუერთან და მარტინ ბაუერი რო აღარ არის, აღარც ქართული ჩაი აღარ არის და მე სიმართლე გითხრა, აღარც მეგონა თუ არსებობდა ჩაის კულტურა. ხო, მარტინ ბაუერი ფაქტიურად გამოვიდა დივერსია, იმიტომ რომ ჩვენ იცოდნენ რომ ჩვენ თელ საბჭოთა კავშირს ვამარაგებდით ჩაი და დაინტერესდნენ და ძალიან ბევრი პროცესები გაფუჭდა, გაჩერდა. რაღაც მიზანმიმართულ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი, ჩვენ ვერ დაუშვით. აი ვიცით, რაღაცა გულობყილობაც გვჭირს ხოლმე ჩვენ, რომ ისეთი სტრატეგიული პროდუქტები, როგორიც არის თუნდაც ჩაი ჩვენთვის, იმიტომ რომ ამხელა რუსეთის მომარაგებლები ვიყავით, ხო? არ შეიძლებოდა ამ ჩაის გაფუჭება, ეხლა თავის დროზე, როდესაც იაქტიურეს ჯერ კიდე 100 წლის წინ ამ ნაწილში. იაქტიურეს ძალიან სწორედ, იმიტომ რომ
ჩვენ გვაქვს იქ ისეთი მჟავე ნიადაგები, სადაც არაფერი არ მოვა ჩაის გარდა. ჩაი ძალიან ძლიერი მცენარეა და სხვა შორის 30-იან წლებში ძალიან სერიოზული მუშაობაა გატარებული და ლავრენტი ბერია მოსკოვში ვერ მოხვდებოდა თუ საქართველოში იმ განსაკუთრებულ რეფორმებს არ ჩაატარებდა და არ დაანახებდა რამდენად ძლიერი მენეჯერი იყო და საქართველოს მიაღწია ძალიან მოკლე დროში იმას რომ ჩაით, ციტრუსით, მევენახეობის პროდუქციით, მეხილეობის პროდუქციით ერთ-ერთი ძვირი სოფლის მეურნეობა ქონდა და ეს ძვირადღირებული სოფლის მეურნეობა იყო მიწოდებული, იქიდან ვიღებდით ხორბალსაც, სიმინდსაც, ხორცსაც მათ შორის და რომელიც სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება პირველია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, თქვა ამ შემთხვევაში ციტრუსის, ჩაის და აი ამ მეხილეობის პროდუქტების მიწოდება იმ ერთიან სივრცეში საბჭოთა კავშირში, ხო რომ გაცილებით მაღალი იყო. თქვენ იცით რომ ეხლა სიახლეს არ ვამბობ, ხო მთელი დასავლეთ საქართველოში აი ეს 50-იანი, 60-იან თუ 70-იან წლებში დღესაც რო ის სახლები დგას და კაპიტალური სახლები და კაი ცხოვრება რეალურად მოიტანა ამ კულტურებმა, ჩაიმ, ციტრუსმა და ასე შემდეგ. ეს იყო აი რო იტყვიან ადამიანი შრომობს და მისი შრომის ფასი არის საკმაოდ მაღალი. ამიტომ დღესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ჩაჭიდებული მაინც ამ ტრადიციულ ბაზრებს, იმიტომ რომ ნახეთ, ჩემმა მეგობარმა გააკეთა კვლევა ევროკავშირთან ხელშეკრულების შემდეგ, რამდენად ასე ვთქვათ ეფექტური იყო და რამდენად გაიზარდა ვთქვათ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა, ბალანსი, ქართული პროდუქციის შეღწევადობა და რამოდენიმე ინდიკატორით იყო გაზომილი ეს ყველაფერი და რამოდენიმე ინდიკატორი პირდაპირ მანძილის ნაწილში რა თქმა უნდა პრობლემაა, 4-5,000 კილომეტრი ეს ძნელია, ლოჯისტიკის ნაწილი მიბმულია ამ პროცესს და მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი მაინც რა არის ცნობადობა. რომ იქ ღვინოსაც ეხება და ხილსაც ეხება. მაგალითად მოსკოვში ან პეტერბურგში, კიევში თუ მინსკში ქართული ატამი რო შედიოდა, ხო იქ ხუმრობდნენ რომ დანარჩენები ჩერდებოდნენ, იმიტომ რომ ჯერ მისი გემოვნური თვისება გაცილებით მაღალი იყო ვიდრე დანარჩენების. მაგრამ ამას ეხლა ვერც გერმანიაში ან ვერც ჰოლანდიაში ამის განხორციელება ძალიან რთულია დღევანდელ მოცემულობაში, მით უმეტეს მე გეტყვით ამერიკის ვითარებას, რახან თქვენ ახსენეთ, ეხა ევროკავშირი, მე ევროკავშირში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, რომ ჩვენი პროდუქტი არ არის წარმოდგენილი. აი რა ხდება ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში. მხოლოდ ერთეულ მაღაზიებში არის ღვინო წარმოდგენილი. ეს არის სამხრეთ ბრუკლინი, იქიდან გამომდინარე ზუსტად ცნობადობაა და ყოფილი საბჭოეთიდან ცხოვრობს ხალხი და ეს ცნობილი ქართული ბრენდები იციან. და ზუსტად ამიტომ რომ მარკეტინგული დანახარჯები რო შეამცირონ, ხვდებით ხო, იმპორტიორებმა ეს ერთი. და მეორე გაჯერებულია ბაზარი. და მხოლოდ ქართულ საპროდუქტო მაღაზიებში არის წარმოდგენილი ქართული კონსერვები, მაგალითად ჯემი, მურაბა, ტყემალი და ასე შემდეგ. და სულ ეს არის, ამეთი შემოიფრაგლება. აი ეს ვარ წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისე რომ სადმე დიდ სუპერმარკეტში დაუშვათ ჩვენი ღვინო პროდუქტები ან რამე სხვა ამდაგვარი წარმოდგენილი იყოს, მე არ შემხედრია. მხოლოდ ლოკალურად აი ამ ყოფილ საბჭოეთის წარმომადგენლობაშია ჩვენი პროდუქცია და აქედან გამომდინარე ის რაც თქვენ ბრძანეთ ეს ჩრდილოეთის ბაზარი ეხლა რომ გაიღო და ონიშენკოები რო აღარ არიან, ზუსტად ეგ არის სტიმული იმისა, რომ ყველა ემიგრანტი ცდილობს რომ ჩავიდეს და განახორციელოს და განავითაროს სოფლის მეურნეობა. ხო, თვითონ როგორი მომენტია, იცით, რუსეთის შესვლა ამ ომში, ესე ვთქვათ, და მისი გეოპოლიტიკური გამოწვევები ამ პროცესში საქართველოს როლი და საქართველოს მოქმედებაც, მოდი ესე დავარქვათ, დღევანდელ სიტუაციაში უფრო მოზომილი, გონივრული, წინდახედული, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ დავაბიჯეთ ფეხი და რო იტყვიან ავფეთქდით ამ სიტუაციაში და აღარ გვინდა რომ ვიყოთ ვიღაცის ხელში გარკვეულწილად იარაღი. აი ეს მომენტი ამ მომენტმა დადებითად იმუშავა და დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა საქართველოს მიმართ. აი ახლა ბოლოს დაახლოებით
ერთი 2 თვის წინ ზაფხულში იყო ესეთი ღონისძიება, იქ მეღვინეობა სხვა შორის რუსეთშიც მატულობს და ნელ-ნელა დაიწყეს დაცვა თავისი ბაზრის. ზოგადად რუსებმა აწიეს აქციზი ყველასთვის, შიდა მოხმარებლებისთვისაც და იმპორტიორებისთვისაც, თუმცა საბაჟო გადასახადი 20%-ით გაზარდეს და ეს 20%-ით გაზრდა შეეხო არამეგობრულ ქვეყნებს. მეგობრულ ქვეყნებს არ შეეხო და ჩვენ ვერც ერთში ვერ აღმოვჩნდით. არამეგობრულებში ვერ ჩაგვწერეს, იმიტომ რომ არ აწყობთ ახლა ჩვენი ესე თქვათ ამ სიტუაციაში გაღიზიანება და მეგობრულებშიც ვერ მოხვდით, იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ესეთი თემები ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოა და ყველა უნდა ცდილობდეს ყველა ქვეყანა რომ იზრუნოს ბაზრებზე. დღევანდელ ვითარებაში ნახეთ რო არ გამოვიდეს ახლა ისე რომ მე ვთქვათ სხვა ეთერში ვიღაცა მომისმინოს და მქონდეს გარკვეულწილად რაღაცა ესეთი მკაცრი დამოკიდებულებაც, მე ამ სიტუაციაში აგრარულ პოლიტიკაში ვცდილობ რომ აი ის ლიბერალური მიდგომები, რომელიც ზედმეტად ასე ვთქვათ ან თავისუფლებს ხელისუფლებას პასუხისგებლობისგან, ეს ყველაფერი იყოს მორღვეული, იმიტომ რომ თუ ჩვენ პოლიტიკაში არ მოგწონს არც ჩვენს და არც ტრამპს არ მოწონს ეს ლიბერალური პარადიგმა, ეკონომიკაშიც გარკვეულწილად გადასახედია და იმ ნაწილშია გადასახედი, სადაც სახელმწიფოს პასუხისგებლობაზეა საუბარი. ნახეთ, მე რო თქვენ ფული მოგეცით რაღაცა პროგრამა რომ აქვს, ხომ? და იმის იქით აღარ მინდა გავიხედო, ეს არ არის ნორმალური. მე იმის იქითაც უნდა გავიხედო, ბოლომდე უნდა მოყვე და მორგებული ვიყო, იმიტომ რომ მე და შენ ერთად ვხარჯავთ ფულს, შენ კერძო ადამიანი და მე სახელმწიფო. ამიტომ მარტო მონიტორინგით კი არ უნდა ვითვალო მე რამდენი მივეცი და ამას აკეთებენ. არა, მე უნდა მქონდეს შეფასებითი, მე უნდა მქონდეს ანალიტიკური ინფორმაცია, მე უნდა ვაუნჯობესებდე ამ პროცესს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი აქ სამუშაო და გასაკეთებელი. ეს ყველაფერი, აი ახლა იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პროცესი გარკვეულწილად ჩაცხრა და ახალი გადატვირთვა იქნება და უფრო გონივრული უნდა იყოს ეს გადატვირთვა, უფრო მეტად პროფესიონალები და პატრიოტები უნდა მოვიდნენ ახალ ასე თქვათ პოლიტიკურ ველზე და ხელისუფლებას და სამინისტროებს კერძოდ გარკვეულწილად პრესინგიც უნდა მოუწყოთ. იმიტომ რომ პრემიერის ინსტიტუტი, მე პრემიერს ვიცნობ და ხშირად ასე თქვათ ხანდახან ეთერითაც მივმართავ, რომ პრემიერის ინსტიტუტს გაცილებით მეტი ბერკეტები უნდა კონდეს პროცესის მართვის და შეფასების. და სამინისტროები შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებული და არა უბრალოდ რაღაც სამსახურში სიარულზე. ამიტომ ამ ნაწილში თუ გამოჩნდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც თემატურად სიღრმეებში ჩაყვება ხელისუფლებას, სამინისტროებს და იქნება ძალიან ესე თქვათ კონსტრუქციული და პოზიტიური ამ ნაწილში, რომ ნელ-ნელა მე არ ვიძახი რომ ჩვენ ამ ლიბერალური პარადიგმიდან ხვალე გავიღვიძოთ და შევცვალოთ, იმიტომ რომ ამას ჭირდება თავისი უსაფრთხოების ესე თქვათ ფინანსური ბალიში, როგორც საინვესტიციო კუთხით, ისე თქვათ მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ისე ფისკალურ ნაწილში ბალანსი უნდა იყოს შენარჩუნებული. ბევრი მნიშვნელოვანი ესე თქვათ პარამეტრი უნდა იყოს დაჭერილი და დაცული, თუმცა ჩვენ უნდა გადავერთოთ გარკვეულწილად აი იმ ინკლუზიურ შესაძლებლობებზე, რომელზეც თუნდაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს რომ ადამიანი ჩამოვიდეს აქ და 15-20 ჰექტარზე კარგი ბაღი გააშენოს და მან შექმნას ბიზნესი თავისთვის, თავისი ოჯახისთვის და გარემოცვისთვის, ხო ეს იქნება მიზანმიმართული ინკლუსიური ეკონომიკური ზრდა. ის რომ თქვათ ჩვენ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია ჩვენივე ბაზრისთვის ვაწარმოოთ, ხალხი მაქსიმალურად იყოს ჩართული და არა იმპორტზე დამჯდარი ვიყო და 5 იმპორტიორმა რო შემომიტანოს მე ჩემთვის სამყოფი ხახვი, მაშინ როდესაც შემიძლია მე აქ რო რამოდენიმე ათასი კაცი მყავდეს აქ დასაქმებული, რომელიც ამაში ფულს მიიღებს, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი. ამის ეხლა ამ მოცემულობაში თვითდინებაზე მიშვება, მარტო მოთხოვნა მიწოდების რეჟიმში დატოვება,
არ იქნება სწორი, ამიტომ წეგან რაც ვახსენებ პროტექციონიზმი, სტიმულირება, როდესაც სახელმწიფო ეწევა პროტექციონიზმს და მას აქვს მიზნობრივი პროგრამა, ის პასუხს აგებს, რომ ეს იყოს შედეგზე ორიენტირებული. აი ეს მზრუნველობა ადამიანებზე მარტო იქ არ უნდა მთავრდებოდეს, რომ მე შენ ფულს მოგცემ და მე რაც გინდა გააკეთე. ამიტომ მიმზიდველია, საინტერესოა პროცესი, თუმცა სამუშაო რეჟიმია და ჩვენ ვაგრძელებთ ახლა ამ პროცესში და კიდევ ერთხელ უკვე მესამედ უნდა გავიმეორო და მეც აღარ ვიტყვი რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ემიგრანტებისთვის თუ გაჩნდება ეს დიდი ინტერესი მოვიპოვოთ გარკვეულწილად ახალი ესე ვთქვათ მიდგომები, ახალი პლატფორმა, გავაკეთოთ ერთად მონახაზი სხვათა შორის ბარემ ვიტყვი რომ არ გამომრჩეს მინდოდა მეთქვა რომ აი ქართული ბოსტნეული სათბურებიდან არის ესეთი პროექტი საინტერესოა დასახვეწია ბევრია კიდე რაღაცეები გასაკეთებელი და სამუშაო მაგრამ მთლიანობაში მაინც არსებობს ესეთი პროექტი არის ბიოწარმოების ნაწილში ისიც გარკვეულწილად მე მიმაჩნია რომ სუსტი პროექტია მაგრამ არსებობს და გაუმჯობესებას ექვემდებარება არის ტექნიკით უზრუნველყოფის პროექტი და მან სულ მქონდა ეჭვი რომ ეს იმის გაგრძელება იყო 13 წელში რომ ხალხი დაიჭირეს და აგერ რამოდენიმე თვის წინ ეხლაც დაიჭირეს ხალხი შეიძლება გაქვთ ინფორმაცია ზუსტად ამ პროექტის გამო კი რამოდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული რაღაც ფიქტიური შეფესე ქონდა და იმას აგებინებდნენ ესე იგი ხო, სხვათა შორის ამას 19 წელშიც მაქვს ნათქვამი და რამოდენიმეჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ამას მიაქციეთ ყურადღება, იქ მიდის ძალიან სერიოზული მაიმუნობა თქო და ნუ ვიღაცებმა მიაქციეს ყურადღება და აღმოჩნდა, რომ თურმე მართლა მაიმუნობა ყოფილა. მოკლედ, მუშა პროცესი მიდის აქ რეალურად ყველა ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი იყოს, ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს. არის დეფიციტი სოფლად განსაკუთრებით სოფლმეურნეობაში ფინანსური ინვესტიციების, არის დეფიციტი ტექნოლოგიების, ადამიანებს აღარ უნდათ სოფლად გაჩერება, გამორბიან თბილისისკენ, ბევრს მიწის ნაკვეთიც არა აქვს იმდენი და საკმარისი, რომ თქვათ იქ რაღაცა გააკეთოს და დამაგრდეს. არის მომენტები, როდესაც შე რაღაცას აკეთებ და ამ დროს ჩვენ დაუცველი გვაქვს ჩვენი ბაზრები და შეიძლება თურქეთიდან, ირანიდან ძალიან იაფად შემოვიდეს და ამას წყალში ჩაეყაროს ეს ყველაფერი. არის ესეთი მომენტები, არის გარკვეულწილად რაღაცა ხელის ჩაქნევის მომენტები, ეს განსაკუთრებით ერთწლოვან კულტურებს ეხება და ეს სტატისტიკაშიც აისახა, იმიტომ რომ ჩვენ 200,000 ჩამოვცილდით ქვემოთ და დამუშავებულ მიწას ერთწლოვან კულტურებში ეს ისტორიული მინიმუმია. თუმცა რაზეც მე ვამახვილებ ყურადღებას დანერგე მომავალი, მეხილეობის ბაღი, ამ შემთხვევაში იგივე ვთქვათ ეს ქართული ბოსტნეული სათბურების ქვეშ ესეც ძალიან სეზონურია და საინტერესოა როგორც შიდა ბაზარზე, ისე გარე ბაზარზე. იაფსესხში ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეკურდღლეობის, ყველა მიმართულებით არის ეს მე ვახსენე რომ ძალიან დიდი ჩამონათვალია. ვიპოვით ამას უყველაფერს, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ჩვენ შეგვიძლია მიზნობრიობა შევძინოთ თვითონ ამ ინიციატივას და პროექტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეხლა არის ალბათ პირველ რიგში გასარკვევი ის, რომ სად იყიდება, რა მიწა არის, ვინსად უნდა იყიდოს, როგორ იყიდოს, აი მიწაზე რა მოიყვანოს, ამას წინათ დამირეკა ერთ-ერთმა ემიგრანტმა და მითხრა, რომ აი გადაცემაშიო გისმენთო და რაღაცა დავწმუნდიო რომ თქვენ სწორ გზაზე დამაყენებთო და მითხრა რომ აი ჩემ შვილს ურჩიესო რომ საგარეჯოში შეისყიდ კონდეს იყიდეთ მიწა ფერმა გავაკეთოთ და გავზარდოთ ხბოები და ეს ხბოები ჩვენ ჯერ 70 კილომდე შევზღუდეთ იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდები გაყავდათ მე 120 კილომდე ავედით რომ ასე თქვათ მაქსიმალური წონა მიეღოთ და გადის ერაყში, გადის აზერბაიჯანში, გარკვეულწილად ასე თქვათ აზიურ ქვეყნებში ძალიან მაღალია ხორცის ფასი და ეს გარკვეული ბიზნესია რუსეთიდან, უკრაინიდან მაინც ხორბალი, სიმინდი არც ისე ძალიან ძვირად შემოდიოდა, ზოგს აქვს საშუალება და ადგილზეც რომ მოყავთ, აქაც საკმაოდ ნორმალური ფასია და ამზადებენ ასე თქვათ საკვებს აქვს ზოგს მიწა და
თივას ამზადებს და თივაზე წყავთ, გარკვეული თქვა შეიძლება სხვა ტიპის კორმასაც აძლევენ, სხვადასხვა ტექნიკურ სხვა საშუალებებს და ზდიან მოკლედ ამ ხბორებს და საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია ძალიან ბევრი სოფლისთვის, ძალიან ბევრ ადგილას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ხო და მე ვუთხარი სწორედ გაქვს შერჩეული, იმიტომ რომ პროდუქცია შესაძლებელია და უნდა დაითვალოთ, რომ რენტაბელური იყოს და მოგებაზე გავიდეს, თუ ამას უზრუნველყოფ, თუ გაქვს ტერიტორია, თუ გაქვს, ესე ვთქვათ, პირობები და რეალურად მყიდველი არსებობს, ამისი მოთხოვნა არის, მაშინ მოგიძებნია სწორი გზა, დარჩა შრომა და უბრალოდ ამ პროცესის გაკონტროლება, რომ ყველაფერი სწორედ მიდიოდეს. ამიტომ ვისაც ესე ესახება, რომ შრომა უნდა ნახეთ აქ რა მომენტია, არაფერი არ გამოვა ისე რომ მე ჩამოვალ ფულს ჩავდებ იქ ვიღაცეებს დავავალებ, მე ვიღაცეებს მივამაგრებ, აი მეორე მესამე კაც გადაბარებული საქმე, ეს საქმე ნამდვილად არ ივარგებს, ქართულ სინამდვილეში ეს არ მუშაობს, მაშინ აი არანორმალურად დიდი ფული და დიდი ტექნოლოგია, სადაც კამერები აყენია, სადაც უკვე თქვა 10,000-იან სულზე ფერმა გაქვს შენ მეცხოველეობის თუ გრანდიოზული მეფრინველეობის ის ფაქტიურად იქ ორი ადამიანი რო შედის და გამოდის და ყველაფერი რო ესე ვთქვათ მექანიზმი ეს უკვე სხვა ბიზნესია, მაგრამ ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ ეხლა, ხო? ამას ჭირდება ადამიანების ჩართულობა და სწორი შრომა, იმიტომ რომ იმ ნერგს როდის რა ჭირდება, შენ გვერდზე უნდა იყო, იმიტომ რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია და სიგნალს რომ მოგცემს რაღაცის, რომ რაღაცა უჭირს, ხო? მაშინვე უნდა მიიღო ზომები და გადაწყვეტილება, რომ საბოლოო ჯამში შედეგი გქონდეს. ეხლა შენ თბილისში წამოწვე და სადღაც ფული ჩადო და ამან მერე ფული დაგიწეროს, ამ ზღაპარში მე არ ურჩევ რომ ვინმე იყოს. ამ გადაბარებამ ბევრი დაღუპა, ჯერ კიდე მე საქართველოში რო ვიყავი, ეს ძველი ამბავია. თქვენ სწორედ ახსენეთ, რომ ესე იგი სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცულობა ადგილობრივ ბაზარზე წარმოქმნილი პროდუქციისა, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, ამ ლოზუნგმა საქართველოს აშკარად არ არგო. სუბუქად ხდება. და აი ამის შიში იყო ყველაზე დიდი, რომ არის დაცულობის მექანიზმები, ან ყოველ შემთხვევაში განიხილება, რომ ნიორი არ შემოდიოდეს ჩინეთიდან, ასეთი შეფუთული არის რაღაც ტომარაში და არის ჩინური, როცა მე ჩემი ახალგაზრდობიდან, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ნიორი როგორც სხვა ბახჩეული ალბათ ჩვენი პროდუქტი იყო და იგივე პომიდორი მაგალითად თურქული, როცა ჩვენი პომიდორი მე მგონი საუკეთესო იყო რეგიონში. აი ეს დაცულობა იქნება ამ მექანიზმზე ვინმე მუშაობს? ნუ ეს დაცულობა იქნება თუ არ იქნება, თქვა ესეთ კითხვას, როდესაც დავსვავთ, ხო? აქ ნახეთ მე შემიძლია კომიტეტი პარლამენტში ხო უნდა ზრუნავდეს ამაზე, რომ ამბობენ რომ ემიგრანტებს ველით, რაღაც პირობა ხო უნდა შეუქმნათ, რომ ჩამოვიდნენ და დაცულები იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. კი ბატონო, ნახეთ მე ვარ ზუსტად ეხლა იმ პროცესში, როდესაც ზუსტად ამ ესეთ საკითხებზე ვითხოვ კატეგორიულად, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, თუ გნებავთ გადატვირთვას, ვიძახი რომ კი გავიარეთ ერთი ეტაპი, მეორე, მესამე, გამოვაცხადოთ რომ ეხლა დასაწყებია ახალი ეტაპი. ჩვენ ჯერ კიდევ სამინისტროში ყოფნის დროს აი რაღაც ომი გქონდა ამ ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე კვირიკაშვილთან, ქუმსიშვილთან და იმ გუნდთან, ეკონომიკურ გუნდთან. ეს ეკონომიკური გუნდი სამწუხაროდ დღესაც აი იმ ლიბერალური პარადიგმის ტყვეობაშია, რაც შეიძლება ნაკლები ჩაერევოს. ანალოგიურად სოფლმეურნეობის გუნდიც ვერ გეტყვით, რომ არის რაღაც მექანიზმების, ინსტიტუციური წესების დამუშავების რეჟიმში. აქაც აბსოლუტური ლიბერალური USAID-ის და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სასოფლო პროექტების კადრებით არის დაკომპლექტებული. მოკლედ ესენი ჯერჯერობით, რასაც თქვენ რა კითხვასაც თქვენ სვავთ, ამ კუთხით თავს არ იკლავენ, მაგრამ რეალურად მე და ჩემი მეგობრები და ჩემი თანახალხი არ ვასვენებთ და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს ამ ახალ პირობებში, იმიტომ რომ
ფაქტიურად ჩავთვალოთ, რომ მსოფლიო წესრიგის გადაწერა ხდება, ხო, არაფერი არ მუშაობს. ეხლა რატო ტრამპი რო გამოვიდა და თქვა ტარიფებს გიწევთ და ესე იგი ეს ტარიფები მნიშვნელოვანი ყოფილა. ამ დროს ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ საბაჟო ტარიფი არ იცვლება, ჩვენ იცით როგორ გვაქვს საბაჟო ტარიფები, გვაქვს 0, 5 და 12. 12-ს ფაქტიურად არ ვიყენებთ. 5-ს იშვიათად ვიყენებთ და ძირითადად გვაქვს განოლებული ყველასთვის. ანალოგიურად პოლონელები, უკრაინელები სტრატეგიული პარტნიორი, ხო? ფაქტობრივად ზურგს უმაგრებენ რუსეთ-უკრაინის ომში. და მათაც კი ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინულ პროდუქტს, იმიტომ რომ შედიოდა დემპინგური ფასებით. წარმოიდგინეთ, ჩვენ რატო უნდა გავუწიოთ ანგარიში ჩვენ გარშემო ქვეყნებს, მე არ ვიცი, როცა ჩვენი გვაქვს გადასარჩენი. ნახე, მე თუ ჩემი მოსახლე უნდა დარტყმის ქვეშ დავაყენო, ხო, მე რა მოხელე ვარ, ან რა ხელისუფალი ვარ ამ შემთხვევაში და სწორედ მოიქცა ის პოლონელი, კაცო, იმას თავის მოქალაქეებთან აქვს პასუხისგებლობა. ამიტომ ძალიან სერიოზულად არის ეს გადასათამაშებელი. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ, გულხურვალე ან წევრი იყო, ან გულშემატკივარია ეხლა ამერიკაში და შეიძლება გვისმენენ კიდეც. რა არიცით 2008 წელს დადებული ხელშეკრულება თურქეთთან სავაჭრო ხელშეკრულება ეს არის უდიდესი დანაშაული. ზოგადად ბენდუქიძის მიდგომები, აი ეს დერეგულაციის სისტემა ხო, ეს თვითონ სოფლის მეურნეობაში დერეგულაციის სისტემა, შემოწმებების მოსპობა და კონტროლის მოსპობა დღესაც პრობლემაა. დღესაც ხალხი ლაპარაკობს, აი რა სჭამთ, ვინ ამოწმებს ამას, როგორ ამოწმებს. იმდენად დაანგრიეს ეს სისტემა, რომ წლების განმავლობაში ნელ-ნელა იკრებს სურსათის უნებლობის სამსახური, ესე ვთქვათ, ძალებს, მაგრამ მაინც იმ დონემდე ვერ არის ასული, რომ ვთქვათ, კონტროლი დააწესოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, აი ეს ლიბერალური დერეგულაციური სისტემები მუშაობს. ეს ყველაფერი შეიძლება ეკონომიკისთვის ზედმეტი ტვირთი და რაღაცა ის გაანთავისუფლე, რადგინდა ეს ის, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს, საბოლოო ჯამში რომ რა ვიცი, სასურსათო მაღაზიებზე მეტი აფთიაქებია თბილისში უკვე, არანორმალური სიტუაციაა, ხო? კიდე გაუყალავი ისეთი უღრანიტყი არის რა, ამიტომ ამ ნაწილში ძალიან სერიოზულად არის სამუშაო, მაგრამ მე ისი თქმა მინდა, იცით, რომ აი ჩვენ მივედით იმ ზღვარზე ეხლა რომ და ზოგადად მსოფლიო მივიდა გარკვეულწილად მსოფლიო ეკონომიკური თუ პოლიტიკური, ესე ვთქვათ, გადატვირთვის რეჟიმშია და იქნებ ჩვენ ვისარგებლოთ, ის WTO-ს წესები და ისინი ნაწილობრივ მუშაობს, ნაწილობრივ არ მუშაობს, იქნებ ვისარგებლოთ ჩვენ ამ სიტუაციაში და დავიწყოთ ძალიან მიზანმიმართული მუშაობა ბაზრის დაცვის. ბაზრის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი არის ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელსაც უნდა მოყვეს გარკვეული სამოქმედო ინსტრუქცია. მე თუ მეწოდინება, რომ თურქეთში თუნდაც მინიმუმი სუბსიდია მიიღეს პამიდორის წარმოებაში თურქმა ფერმერებმა და ეს პამიდორი ჩემთან მოხვდა, ხო, მე მაქვს უფლება, რომ ეს პამიდორი სხვა რეჟიმში დავბეგრო, მისი დაბეგვრა მოვითხოვო და არა ის, რომ 0-ით შემომივიდეს და რეალურად 96% თლიანი აი ჩამონათვალის რო ავიღოთ, თქვათ 11 კოდიანების სოფლის მეურნეობის პროდუქცია ცალ-ცალკე რო განვიხილოთ, თითქმის 100%-ამდე განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან. წარმოგიდგენიათ, ეხლა რამხელა დისკომფორტში ვარ და რატოა რომ იმპორტიორები კარგად გრძნობენ თავს, მათ მოაქვთ დიდი რაოდენობა, კრიტიკული მასა ამ სუპერმარკეტებისთვის. აქ საქართველოში დაქსაქსულია ეს ყველაფერი და უჭირს ეხლა იმ ადამიანს, იმას შეუძლია ერთ სეზონურად შეიტანოს და სუპერმარკეტი ეუბნება, არა, მე მუდმივი მომწოდებელი, აგერ ამყავს თურქეთში ან კიდევ სადღაც მეზობლად და მე იქ დღგ-ს გადაიხდის ის დღგ-ს ჩავითვლი აქ საბაჟო გადასახადი არ უწევს არაფერი, იაფი გამოსდის, იქიდან დასუბსიდირებულია და დაბალი ფასით მოდის, ხარისხს არავინ არ უყურებს. მოკლედ ჩვენ ხარისხის კონტროლის და აი ამ დემპინგური სუბსიდირების პრინციპით თუ ჩავეჭიდებით ამ სიტუაციას და სერიოზულად დავიწყებთ ხარისხის კონტროლსაც და დავაწესებთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, სტანდარტებს, აქაც ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს იმპორტისთვის დატოვებული. მოკლედ მოქმედებები ჭირდება და აი თუ ეხლა ვიღაცა ნახავს ჩემს თუნდაც გუშინდელ გადაცემას ან უფრო ადრე ჩაწერილებსაც, ბევრ ადგილას ამოიკითხავს იმას, რომ მე სამინისტროსგან ვითხოვ
მკვეთრ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება ზუსტად აი ამას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობ, დაცულობას, შედეგზე ორიენტირებულობას, გამჭვირვალეობას, ანგარიშებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ ესე არ გადავტვირთვეთ ჩვენი სამუშაო, ესეთი ინერციულ რეჟიმში ყოფნა ხან ბაზრის დაუცველობაში ვარ გაჭედილი, ხან რაღაც მელიორაციაში ვარ მოუწესრიგებელი, ხან ვერ ვარ შედეგზე ორიენტირებული პროგრამებში და ვიღაცეები, ესე ვთქვათ, ფულს მიფლანგავენ, ფანტავენ ამ ფულს, ჩვენ გაცილებით მეტი შედეგი უნდა გქონდეს იმისი, რაც დავხარჯეთ რეალურად. ამიტომ ყველა სერიოზული ადამიანი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფები ჩემთვის ძალიან სერიოზული ახალი შესაძლებლობაა, რომ ადამიანი, რომელიც ჩამოდის და უნდა რომ მიზანმიმართულად დახარჯოს და შექმნას რაღაცად, მე დარწმუნებული ვარ ის გაცილებით მეც ფიქრობს. აქ ხშირად ვიღაცებს ფულიან ხალხს მე-4, მე-7 და მე-12 ბიზნესად მოუნდა რაღაცის კეთება, ვიღაცას მიაბარეს, იმან კიდე ვიღაცას მიაბარა და ძალიან ბევრი საქმეა ესე გაფუჭებული და ამ შემთხვევაში სახელმწიფოც შორიდან მაყურებლის როლშია და იძახის მე ხომ მოგეცი პროგრამა, მე ხომ მოგეცი ფული, დანარჩენი შენი საქმეა, ჩემი არაფერი არ არის. ბატონ გოჩა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მე ვიცი რომ ამ ვიდეოს კომენტარებში მოყვება კითხვები. ვინც გვისმენთ, ვინც გვიყურეთ, ბატონებო, ქალბატონებო, მოიწერეთ საინტერესო კითხვები თუ ვინმეს დაგებადათ და იმედია ასეც იქნება. და ჩვენ ბატონ გოჩასთან არაერთხელ გვექნება კიდევ შეხვედრა, კიდევ საინტერესო საუბარი და შესაძლოა შემდეგი ჩართვები უკვე იყოს უფრო თემატური. ანუ დაგროვილ კითხვებზე პასუხსაც გავცემ და მიმდინარე თემებსაც გავვლით, იმიტომ რომ შემდეგი გადაცემისთვის ბატონ გოჩამ სურს რომ გავიაროთ ესეთი თემები, მაგალითად სასოფლო სამეურნეო მიწები, რომლებსაც სტატუსს უცვლიან და მე ბინადრჩენებლობისთვის და რაღაც ამდაგვარისთვის ვიყენებენ, აი კომპლექსური განაშენიანება რო ხდება, ანუ მიკროქალაქები და ასევე მინდა არსებული ქართული თუ იმპორტული საკუთარი პროდუქტების დაცულობის მექანიზმზე ვისაუბროთ. ეს ძალიან დიდი თემაა და მე მოხარული ვიქნები თუ უახლოეს მომავალში თქვენ გამონახავთ დრო და აი ამ ორ თემაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით თქვენ დაანონსეთ, რომ მე მუშაობ რეგიონულ პოლიტიკაზე, მე მაქვს დაახლოებით ძანეთ და ამას მოისმენენ ყველა. 10 წლიანი გამოცდილება ბოლნისში და მარნეულში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, თვითონ დეცენტრალიზაციას ვეცეთ სახელმწიფო ვერ გაექცა და ჩვენც ვერ გავექცევით, ახლა მაქსიმალურად ვცდილობენ, რომ არ იყოს შესრულებული ის სტრატეგიული მიზნები, რომელიც დეცენტრალიზაციას ეხება, იწელება ეს პროცესი. თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ეკონომიკური აქტორის ფუნქცია, იმიტომ რომ პრინციპი მოქმედება ქვემოდან ზემოთ, აი როდესაც არის ცენტრიდანული მოქმედება, ცენტრიდანული პოლიტიკა, უნდა იყოს ცენტრისკენული მოძრაობაც, აი მაშინ იქმნება, ასე ვთქვათ, საქმიანი სინერგია. ამაზე მე მაქვს ბევრი ნამუშევარი, ბევრი გამოქვეყნებული, ამით დგება მერე კონკურენტული უპირატესობის სისტემა, ამით დგება კულტურის დარაიონების, ასე ვთქვათ, ფორმაც და ყველაფერი ეს ერთმანეთთან კავშირშია. ამიტომ იქნება ძალიან ბევრი კითხვა ალბათ, შეიძლება ვიღაცას რომელიღაცა მუნიციპალიტეტი აინტერესებს, მისი შესაძლებლობები აინტერესებს და შესაძლებლობიდან გამომდინარე, როგორ დროს მოვნახავთ ჩვენ, ახლა მე რეგიონებს კურირებდი სამინისტროში, ისედაც ვიცი ყველა რეგიონი, განსაკუთრებით ქვემო ქართლი ალბათ ყველაზე უკეთესად, მაგრამ ზოგადად მნიშვნელოვანია ჩვენ ჩავიდეთ აი ამ რეგიონების სიღრმეებში, იმიტომ რომ არის ესეთი მცნება რა თეორია რეგიონული ეკონომიკის პრინციპები, ეგრეთ წოდებული მეზოეკონომიკა, რომელიც ზუსტად აი ესე მიკროზონულად სწავლობს რესურსულ შესაძლებლობებს და მხოლოდ ამ რესურსული შესაძლებლობების შემდეგ დგება ხოლმე მიზნობრივი პროგრამები. პროგრამები, რომელიც იწერება ცენტრიდან, ანალოგიურად უნდა იწერებოდეს ადგილებიდან და უნდა მოხდეს შემდგომ, ასე ვთქვათ, მისი შეერთება, მისი სინერგია საქმიანი და ცენტრში დაწყებული უნდა სრულდებოდეს ადგილებზე. ჩვენ ამ რეჟიმში
როგორც კი გადავალთ, გაცილებით შედეგზე ორიენტირებული და მიზნობრივი იქნება ყველა ჩვენი მოქმედება. დღეს მაინც ვჩებით გარკვეულ ასე ვთქვათ ფრაგმენტულ ინიციატივებში და ზოგადად გვინდა რომ ფულს გაძლევ და მე აღარ მივიღო მონაწილეობა. ეს არ უნდა იყოს ასე ვთქვათ ხარდაჭერილი მომავალში პოლიტიკის თვალსაზრისით. მეც ეგარ ვახსენე პრემიერის ინსტიტუტი და პრემიერის გაძლიერება, თუმცა მე აღარ ჩავყევი სიღრმეებში. განკარგულებაა მიღებული სპეციალური 2019 წელს მთავრობის, სადაც ყველა სამინისტროს ევალება მონიტორინგი, შეფასება, ანგარიში, კვლევა, აი პრემიერის ინსტიტუტს რო კონდეს შესაძლებლობა, რომ ყველა სამინისტროს, ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილში დაუწესოს მის მოქმედებაში მკაცრი საქმიანი კონტროლი და ეს ანგარიში ყოველ კვარტალურად სერიოზულად დგებოდეს, არც ერთი სამინისტრო არ იქნება უკვე ინერციის რეჟიმში. ყველას ექნება განსაზღვრული თავის დავალება. ყველაზე დიდი ხელოვნება სახელმწიფო მოხელისთვის არის დავალების სწორედ შერჩევა, მიცემა, გაკონტროლება, შეფასება, ახალი რეალობის დადგენა. მე ეგრეთ წოდებული კოგნიტური რუკების პრინციპითაც მუშაობ ხოლმე და ამას ზუსტად აქვს ესეთი ფაზები გააზრების, დამუშავების, მიმართულების მიცემის. თუ ესეთი რაღაც არ დავნერგეთ ჩვენ სამომავლოდ, ჩვენ გონია რომ გეგონება რაღაც აწყობილი სისტემა გვაქვს, ვიღაცა მიდის სამინისტროში და მინისტრს გონია რომ უნდა იაროს სადღაც, ხელი ჩამოართოს, გაიცნო ხალხი და კომენტარები გაკეთდეს, რომ გავეცანი ამათ მუშაობას, გავეცანი იმათ მუშაობას. ჩვენ გვაქვს მთლიანად სისტემა ასაწყობით, უგნებავთ გადასაწყობი სწორ ელსებზე. ამიტომ ძალიან ბევრია თემები და მე მინდა რომ საზოგადოება იყოს მაქსიმალურად აქტიური და ითხოვდეს ყველა სახელმწიფო მოხელისგან მაქსიმალურად დაიხარჯოს. ძალიან კარგი, უერთდები თქვენ პათოს, კარგი მოწოდება გააკეთეთ დასასრულს და თუ ამ ვიდეოზე დავუშვათ წირი კომენტარები იქნება, ხალხი ნახავს ეს ვიდეო ნელა-ნელა გავრცელდება და აქ რაც დაგროვდება ბატონო გოჩა, ის გავიაროთ თუ არა და მეორე ვიდეოს რო ჩავწერთ, როგორც დავაანონსე ხარისხი და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლაზე, ეს ძალიან ესეთი მძიმე თემაა. აი იმ ვიდეოსაც რა კომენტარებიც მოყვება და აი ესე გავუყვეთ, დაგროვდება რაღაც კრიტიკულ ემასა და შემდეგ თუ გნებავთ ერთი გადაცემა ზუსტად აი ამას დაუთმოთ, ანუ პასუხები კითხვებზე. არ იქნება ცუდი რუბრიკა და მოკლედ აი ესე ასე რო გავაკეთოთ, ალბათ უპრიანი იქნება. თქვენ რა კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ გოჩა რომ გამონახეთ დრო და ქართულ ემიგრაციას დაუთმეთ თქვენი დრო, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს ეს თემები. მადლობა თქვენ, მადლობა და მოკითხვა ნაცნობებს და მოკითხვა უცნობებსაც. ყველას ვინც კი ჩემთან ჩატში არის, ყველას გადავცენ და ნუ ეს ვიდეოც რო დაიდება, გავცელდება და ყველა ნახავს იმედია. აბა დროებით ბატონ გოჩა. ნახვამდის დიდი მადლობა.